სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და სამოქალაქო აქტივისტებს სწამთ, რომ ქართული ოცნება თორნიკე თოშყუას და მინდია შერვაშიძეს იმის გამოსჯის, რომ ისინი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევიან, ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დგანან და როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი შეფასებით ახლა ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის, რომ საპროტესტო მუხტი მოკვდეს, რუსთაველი აღარ გადაიკეტოს და ამიტომ ცდილობენ, რომ ამ ნაბიჯით შეაშინონ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ყოველდღიურად გადიან იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვან, სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადონ და ახალი არჩევნები მოითხოვონ. შესაბამისად მიაჩნიათ მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებულად ყურადღებით იყვნენ ევროპული მომავლის მცველები იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ. დღეს უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი ორი ახალი სინდისის პატიმრის პოლიტიკური ტყვის, რომლებიც იზოლატორში იმყოფებიან ახლა და ელოდებიან სასამართლოს ხდომის დაწყებას. 3 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ადვოკატი დარწმუნებული არის, რომ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარე დღეს მიმართავს სასამართლოს, რომ ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ დაკავებულები. ალტერნატივის სახით კი გირაოს შუამდგომლობით შევა დღეს მოსამართლე იკა ბარბაქაძესთან დაცვის მხარე. ეს არის ორმაგი სტანდარტი, თვითმარქვია უკანონო არალეგიტიმური ხელისუფლების სამართალდამცავების მხრიდან და შერჩევითი სამართლის, რა ვიცი, უმაღლესი გამოვლენა, ასეთი რაღაც ნორმალურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში კი არ ხდება, რასაც ესენი აკეთებენ. ორივე არის აბსოლუტურად უდანაშაულო, ორივე ადამიანს პირადად ვიცნობ და ვიცი რაც მოხდა კონკრეტულად იმ დღეს. შემოვარდა პიროვნება, რომელიც არის, რა ვიცი, კაცსა მოძულე პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ავრცელებს ვიდეოებს, ილანძღება, იფურთხება, იგინება, იწვევს ადამიანებს საჩხუბრად. აქედან გამომდინარე შემოვარდა, დანაქონდა, გამოიწვია ეს ადამიანები და მისი განეიტრალება მოხდა მხოლოდ. მიიყვანეს პოლიციას ჩააბარეს. მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. და ეს ადამიანი ამის შემდეგ კიდე იმუქრებოდა, რომ აი ვერ მცემეს და არ გაულახივარ და იფიცებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მერე საჩივარი დაწერა დააჭერინა. გუშინ 2 ადამიანი დაიჭირეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია რეალურად, მე ასე ვფიქრობ, არჩევნებთან სიახლოვეს ალბათ აპირებენ რუსთაველზე აი ამ გრძელვადიანი ხანგრძლივი პროტესტის ჩახშობას. აქედან გამომდინარე მე პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან ერთად უნდა ვიყოთ, ჯგუფ-ჯგუფად უნდა ვიყოთ, რომ ვერ მოახერხონ გაყვანა და დაპატიმრება ადამიანების. მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ აქციის მონაწილეებს ყველა ბერკეტს უქმნიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევიწროებული იყოს მათი უფლებები, რომ თუ აქციაზე მოვა ადამიანი, რომელიც სიტყვიერად შეურაცხყოფას მოგაყენებს, შენ ხმა არ უნდა გასცე, არაფერი არ უნდა უთხრეს, აპალაცხო რეაგირება არ უნდა ქონდეს, ამასთანავე არ დაგეხმარება პოლიცია და რაღაც ეს გარემოს გიქნიან ისე, სადაც დაუცველი ხარ. თუ რამეს გააკეთებ, შემდეგ უკვე დაგაკავებენ. ეს არის მათი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს ეს 2 ადამიანი. ვერ გეტყვით მოლოდინებს, შეიძლება გადაუკვალიფიცირონ, გაათავისუფლონ ან დატოვონ პატიმრობაში, იმიტომ რომ მათგან ადეკვატური გადაწყვეტილებას არ ველით საფრთხე. თორნიკე თოშყუას და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება, როგორი იქნება მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება ბექა გოცირიძეზე, ეგრეთ წოდებული თავდასხმის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტებს ციხეში გაუშვებენ თუ მათ გაათავისუფლებენ.